ეს იყო ძალიან უცნაური დღე. სრულად შემთხვევით და აუხსნელი მიზეზების გამო სხვადასხვა დროის მხატვარი, მუსიკოსი თუ თავად პერსონაჟი ერთ უცნაურ ოთახში მოხვდა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თავდაპირველად ვერც ვერავინ მიხვდა ვერაფერს და ახლა ამ პერსონაჟებმა ერთმანეთი იცნეს და საუბარიც კი გააბეს. ორი, წავიდა. ხსნო, ისევ იმ საგამოსვენებ დღეს, საღებავისა და ოცნების. ჩვენ რომ გავჩნდით ნიკოს თეთრ მაშინ არც ნავრთი ჰქონდა და არც იმაზე ეცალა, რამდენად უყვარდით ხალხს. მე მეთევზე ვარ, სიჩუმის კაცი, ძირს ამოსვლის წინ ნავში, მარტო რომ მზის. ხელებს რომ გაუჩრია ყინულივი წყალში და მაინც ელოდება, რომ იქნება რამე წარმოედოს, სული, სიცოცხლე, იმედი. ხოლო მე მარგარიტა ვარ, შავი კაბითა და ოდნავ გადახრილი ყელით, პარიზის შუქით განათლებული ქალი ფიროსმანის თვალებში. არასდროს ყოფილვარ მის გვერდით, არასდროს ჩამოვს ვარ თბილისში, არც დუქანში დამილევი აღუნა, მაგრამ ნუღამით ნიკომ გაიგო, რომ გრძნობას ქვეყნები ვერ უშლის წინ და მათ თეთრ ქაღალდზე გადმოხატა, ისე როგორც მხოლოდ მას შეეძლო, იდუმალებით, გაუთქმელი სიყვარულით, რომელიც კედელზე ქრება, მაგრამ გულში რჩება. ჩვენ ორივე ტკივილის შვილები ვართ. შენ იმ სიყვარულის, რომელიც ვერ გათამაშდა. მე იმ კაცის, რომელიც ხალხს თავის სურათებს არ ადუღებდა. ჩვენ შემოქმედს შიმშილი ებრძოდა, მაგრამ ფერი მაინც პოულობდა გზას მის თუნჯამდე. ხო, ნიკო, ფიროსმანი, ქალაქს რომ უარყო და მაინც მთელი ქალაქი თავად რომ გახდა. გახსოვს, რომ არ ესმოდათ მისი, ლურჯ ცხენებს ისე ხატავდა, როგორც არავინ გაბედავდა. ლურჯის კალებს ისე შეჰყურებდა, თითქოს მეფეები იყვნენ. ხალხმა მხოლოდ მაშინ დაინახა, როცა ნიკო უკვე იქ აღარ იყო, არც ეზოში, არც სადარბაზოში, არც ღვინის კაზრთან. მაგრამ ნამდვილი ნახატ, თუ კი ერთხელ შეიყვან, ის ყოველთვის ცოცხლობს. შენც აქ ხარ მარგარიტა, მეც. ჩვენ ფუნჯის ერთი ყურივი არათანაბარი დარტყმით გაჩენილები ვართ, მაგრამ ჩვენს თვალებში მთელი საუკუნის ტკივილი და სილამაზე ინახება. ეს ქალაქი ნიკოს ქალაქი, ნეოვნებად ჩვენს უმტკიცებს სიყვარულს. ჩვენი სურათები ახლა მუზეუმში კიდია, მაგრამ შენ იცი მეთევზე, მე სულ იმ დუქანში რჩები, დაირობა კარი და ის შემოდის. ვიცი, რომ მაინც მოდის, ხატავს, ფიქრობს და მიყვარს, ფიროსმანი არასდროს წავიდა. ორი, წავიდა. ჩვენ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად შევიკრიბეთ. ერთ ჩემზე უკეთ არავის მოეხსენება. მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. მეც რამე მოვიფიქროთ, რადგან ფიქრი ყველა შეუძლია. ჩვენი ნახატების და მუსიკების აუქციონი მოვაწყოთ. შემოსული თანხატი ბავშვებს გავცეთ. კარგი აზრია, თან გავყიდოთ და ჩვენ შესახებ მოვუყვეთ. შესანიშნავია, მართალია ავანტიურა არ არის, მაგრამ მე თანახმა ვარ. დიდი მადლობა ძმებო, იმისათვის რომ აუქციონის ჩატარება საქართველოში გადაწყვიტეთ. ჩვენთვის ეს უდიდესი პატივია. მე ვიცი გაჭირვების ფასი. რამდენ ბავშვს დავეხმარებით? მაშინ უღარ ვაყოლებთ, დავიწყოთ აუქციონი. რა ეგზოტიკური ქვეყანაა საქართველო. აუქციონის მერე აქ უნდა დავრჩე, აღარ მინდა ზალცბურგში. რა შთაბეჭდავია თქვენი საქციელი? შენიც ვივალ, შენიც. ბატონებო, თქვენი თუ ამაყობ. 3, 2, წავიდა. ჩვენ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად შევიკრიბეთ. ერთ ჩემზე უკეთ არავის მოეხსენება. მე მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. მეც რამე მოვიფიქროთ, რადგან ფიქრი ყველა შეგვიძლია. ჩვენი ნახატებისა და მუსიკების აუქციონი მოვაწყოთ. შემოსული თანხატი ბავშვებს გადავცეთ. კარგი აზრია, თან გავყიდოთ და ჩვენ შესახებ მოვუყვეთ. შესანიშნავია, მართალია ავანტიურა არ არის, მაგრამ მე თანახმა ვარ. დიდი მადლობა ძმებო, იმისათვის რომ აუქციონის ჩატარება საქართველოში გადაწყვიტეთ. ჩვენთვის ეს უდიდესი პატივია. მე ვიცი გაჭირვების ფასი. რამდენ ბავშვს დავეხმარებით? მაშინ უღარ ვაყოლებთ, დავიწყოთ აუქციონი. რა ეგზოტიკური ქვეყანაა საქართველო. აუქციონის მერე აქ უნდა დავრჩე, აღარ მინდა ზალცბურგში. რა შთაბეჭდავია თქვენი საქციელი? შენიც ვივალ, შენიც. ბატონებო, თქვენი თუ ამაყობ. ეჩუმე, რა დროსი გავა? აი ხარა. 3, 2, წავიდა. ჩემზეც მოყვე? აუცილებლად დეგა. მე არ
არისტოკრატულ ოჯახში დავიბადე. დედა 13 წელსაც გარდაეცვალა. მამა ჩემი ცნობილი ბანკირი იყო და ძალიან უნდოდა რომ იურისტი გავხდარიყავი, მაგრამ მე მხატვრობა ვარჩიე. ძალიან უყვარდა ბალერინების ხატვა. მათი მეშვეობით მე მოძრაობის დაჭერა შევძინე. ამიტომაც გასაყიდად ცისფერი მოცეკვავე ქალები გავიმაქვს. მამა ჩემს ხორცის ბიზნესი ჰქონდა. უნდოდა მის საქმეს გავყოლოდი, მაგრამ მხატვრობა ისე მსურდა რომ არ დავთანხმდი. დრო გაგიოდა და როცა შთაბეჭდილება მზის ამოსვლა დავხატე, ყველაფერი მაშინ დაიწყო. ჩემს ნახატს დააქციოდნენ ისევე როგორც ჩემს მეგობრებს. ასე სიცილით იმპრესიონისტები დაგვაქვს. იმპრესიამ ფრანგულ ენაზე შთაბეჭდილებას ნიშნავს. მერე კი ყველა მიცით რაც მოხდა და როგორც მოხდა. ჩვენ გვაღია ეს. გასაყიდად სწორედ ეს ტილო გამოგვაქვს. შეიძინეთ ბატონებო, შეიძინეთ, რადგან ყველა ბავშვისთვის შთამბეჭდავად უნდა ამოვიდეს მზე. მე ვოლფგანგ ამადუეს მოცარტი ვარ, ავსტრიელი კომპოზიტორი, რომელიც ბავშვობიდანვე მუსიკის სამყაროში ცხოვრობდა. 4 წლისა უკვე ვწერდი მუსიკას, 6-ისას ვუკრავდი ევროპულ კარზეს და უამრავ ქალაქშიც მართავდი კონცერტებს. ჩემი ცხოვრება მუსიკას მიუძღვენი, ქმნიდი ოპერებს, სიმფონიებს, კონცერტებს. მიუხედავად სირთულეებისა, არასდროს შევწყვეტდი ძიებასა და შემოქმედებას. დღეს ჩემი მუსიკა აგრძელებს საუბარს იმაზე, რის თქმაც სიტყვებით შეუძლებელია. მაშასე, აუქციონზე გამომაქვს ჩემი ჰარმონიული ნაწარმოები, პატარა ღამის მუსიკა. მე ანტონიო სტელივარი ვარ. ვიოლინოს რუდი ოსტატი, კრემონდა. ჩემი ცხოვრება ხეს, ფორმას და ხმას მიუძღვენი. ჩემი სახელოსნოდან გასული ინსტრუმენტები უბრალო საგნებიათ ყოფილა. ჩვეულებრივ მათგან ცოცხალი. გააგრძელე. წავიდა. მე ანტონიო სტელივარი ვარ. ვიოლინოს რუდის ოსტატი, კრემონდა. ჩემი ცხოვრება ხეს, ფორმას და ხმას მიუძღვენი. ჩემი სახელოსნოდან გასული ინსტრუმენტები უბრალო საგნებიათ ყოფილა. თითოეული მათგანი ცოცხალი სუნთქვა. ჩემი ხელით დაბადებული სული. ახალგაზრდობა ნიკოლა ამატის გვერდით გავატარე, თუმცა მალე საკუთარი გზა ვიპოვე. ვცდილობდი ფორმასა, ვამზადებდი ფერს, ვეძებდი სრულ ჟღერადობას. ჩემი პირველი ქმნილობა უცნაური ჩანდრა, მაგრამ სწორედ ამ უცნაურობიდან დაიბადა სრულყოფა. 1100-ზე მეტი ინსტრუმენტი შევქმნი. მათი ნაწილი დღეს წევს მსოფლიოს სცენაზე. ჩემი შექმნილი ვიოლინები ლონდონის აუქციონზე თითქმის 2 მილიონ ფუტად იყიდება, მაგრამ მათი ნამდვილი ფასი არასდროს დაარიცხდება. დაეტევა ციფრები. წავიდა. ჩუმად. წავიდა. მათი ნაწილი დღესაც წნავს მსოფლიოს სცენაზე. ჩემი შექმნილი ვიოლინები ლონდონის აუქციონზე თითქმის 2 მილიონ ფუტად იყიდება, მაგრამ მათი ნამდვილი ფასი არასდროს დაეტევა ციფრებში. მე აუქციონზე გამომაქვს არა რომელიმე კონკრეტული ნამუშევარი, არამედ ჩემი ვიოლინები. მე ანტონიო ლუიჩო ვივალდი ვარ. წითელი მღვდელი ვენეციიდან, ქალაქიდან, სადაც ხმელეთი და წყალი ერთმანეთს ერწყმის. ისე როგორც ჩემი მუსიკა, ხან ქარიანი დაღლილი, ხან მშვიდი და ნაზი. ვიოლინო ხელში რომ ავიღე, მივხვდი რომ სწორედ ის იქნებოდა ჩემი გული და სული. 15 წლისას მღვდელი გავხდი, მაგრამ მალე გადავწყვიტე რომ ჩემი სიძნელეები მუსიკით უნდა შემომებრუნებინა. ასე დავიწყე ობლებისთვის და ნაკლებად გათამამებული ბავშვებისთვის მუსიკის სწავლება. დრო მოდის და მიდის. ჩემზე ახალი გემო აიღებდა, მაგრამ ჩემი ნოტები საუკუნეების თვალეულებად დარჩნენ. ასე რომ, აუქციონზე გამომაქვს ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი, წელიწადის დროები, 4 კონცერტი, სადაც ჩიტების ჭიკჭიკი, ქარიშხალი, ყინვა და მწყემსების სიმღერაა ცოცხლდება. ეს ჩემი სული და ჩემი ნახატების ხემებშია. მამა ჩემი რკინიგზაზე მუშაობდა. მეგობრობდი ცისფერ ყანწელებთან. ძალიან მიყვარდა დიდი ნიკო ფიროსმანი. მეგობრობდი აბლოსთან და ამადეოსთან. ორი წავიდა. მამა ჩემი რკინიგზაზე მუშაობდა. მეგობრობდი ცისფერ ყანწელებთან. ძალიან მიყვარდა დიდი ნიკო ფიროსმანი. მეგობრობდი აბლოსთან და ამადეოსთან. კარგი დრო იყო არა ბატონებო? პარიზში დაუწყალე 6 წელი გავატარე. ძალიან მიყვარდა პარიზი, მაგრამ ჩემი თბილისი საკუთარ თავს მირჩევია. ამიტომაც დავბრუნდი არა. გასაყიდად გამომაქვს ნიკოლას პორტრეტი. გავწირდი რატომ? ჩემი პორტრეტი რამოდენმე წავიდა. მამა ჩემი რკინიგზაზე მუშაობდა. მეგობრობდი ცისფერ ყანწელებთან. ძალიან მიყვარდა დიდი ნიკო ფიროსმანი. მეგობრობდი პაბლოსთან და ამადეოსთან. კარგი დრო იყო არა ბატონებო? პარიზში დაუწყალე 6 წელი გავატარე. ძალიან მიყვარდა პარიზი, მაგრამ ჩემი თბილისი საკუთარ თავს მირჩევია. ამიტომაც დავბრუნდი არა. გასაყიდად გამომაქვს ნიკოლას პორტრეტი. მე ორი წავიდა.
გავწითლდი რადო ჩემი პორტრეტი რამ გამოგატანინა ჩემი ყველა სურათი საქართველოსია ქართველებისა და განსაკუთრებით უზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა დღეს გასაყიდათ ამათესავით ლამაზი მარგარიტა და ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი მეთევზე გამოგვაქვს ყველანი ძალიან მიყვარხართ რომ მორჩებით ყველა ერთად დიდ სამოვარს შემოუწყდეთ ჩაიდავლიოთ ხელოვნებასა და ბავშვებზე ვისაუბროთ ახლა კი გაცნობთ რომ გასაოცარ მოვლენას შეესწრებით ჩემი პერსონაჟები თავად მოგიყვებიან საკუთარ ისტორიას გთხოვთ 3 2 წავიდა ჩაწიგ წავიდა დაინახეთ როგორ შემომაგდეს სცენაზე? რა იყო გაგახსენდა? მაგას რა დაავიწყებს, რა პატარა იყო მაშინ? საკუთარ თავთან ლაპარაკს თავი დაანებეთ, თორემ ეს ხალხი ვერ მიხვდა რა ხდება. ალბათ მიცანით, მე ჩარლი ჩაპლინი ვარ. რა თქმა უნდა გიცნობდნენ, ახლა ყველა გიცნობს. ადრე კი ასე არ იყო. მახსოვს სცენაზე პირველად 5 წლის ამოხვდი. დედას ვახდი თეატრში. დედა შენი სცენაზე გამოდიოდა, შენ კულისებიდან იყურებოდი. უცებ ჩარის დედას ხმა ჩაუწყდა, აწყდა ღრიანცელი. დედა შენი იძულებული გახდა სცენა დაეტოვებინა. ღრიანცელი უფრო და უფრო იზრდებოდა. უცებ დირექტორმა დედა შენს შესთავაზა. მოდი შენი ბიჭი გავუშვათ სცენაზეო. ერთხელ ჩარლი დაენახა, როგორ მოემბაზობდა სხვების წინაშე. მახსოვს როგორ გტაცა ხელი და იმ აუტანელ ღრიანცელში სცენაზე გამოგათვლია. ორი სიტყვით მიმართა ხალხს. რაღაც უთხრა და მარტო დამტოვა. ერთ ბაშად თვალებში რამპის სინათლის შუქი გიგრძნია. ჩარლი მაყურებელს ბურულში ხედავდა. მაშინვე დაიწყე ამ დროს პოპულარული სიმღერა ჯეკს ჯონსი. ჯერ შუაზე არ იყავი მოსული, რამ დარბაზიდან სათყვასავით წამოვიდა მონეტები. ჩარლიმ სიმღერა შეწყვიტა და ხალხს მიმართა. მოდი ჯერ ეს მონეტები აკრიფე და სიმღერა მერე გააგრძელე მეთქი. ჩემ სიტყვებზე ხარხარი ატყდა. მეც მეტი არ მინდოდა. რას არ ყვებოდი, რას არც ეკვავდი, ცნობილ მოემხმარებლებსაც ვაწავდი. ჩარლიმ დედამისეც კი გამოაჯავრა, მისი საყვარელი სიმღერა უმღერა. ხუხარე ტაშითა და მონეტებით დაგაჯილდოვეს. ეს იყო ჩემი პირველი და დედაჩემის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე. დედაჩემს სამუშაო აღარ ქონდა და უფრო გაგვიჭირდა. ჩარლი თავშესაფარში გადავიდა საცხოვრებლად, იქ სკოლაშიც კი დაიწყო სიარული. შენი გვარის დაწერას ისწავლე. ჩაპლინი. ჩაპლინი. ნახეთ რა ლამაზია. მოჯადოვებული იყავი ამ სიტყვით, თითქოს შენ გგავდა. მერე ჩარლიმ სკოლაშიც კი მერე ჩარლიმ სკოლასაც კი დაანება თავი და მუშაობა დაიწყო. სადაც მუშაობდი, ყვავილებს ყიდდი. საქონლის დამყარებლად მუშაობდი. მოსამსახურებლადაც უმუშავია. მოსამსახურედაც უმუშავია. სტამბაშიც უმუშავია. ხომ გითხარით, რაზე აღარ გიმუშავია მეთქი, მაგრამ სულ მჯეროდა რომ მსახიობი გახდებოდი. როგორც კი სამუშაოს დავყარებდი, მაშინ თეატრალურ სააგენტოში გავგოდი. მე ახალ სამუშაოს იწყებდი და ესე გრძელდებოდა. ერთხელ ჩარლისთან სასწაული მოხდა. ბიჭის როლი მოგცეს, თითქმის მთელი ქვეყანა შეიცვალა და სიყვარულით ჩაგიკლა გულში. უკვე აღარ ვიყავი ღატაკი მაწანწალა, მსახიობი გავხდი. მერე წახვედი და წახვედი. მერე ჩარლი თეატრთან ერთად ინგლისიდან ამერიკაშიც მოხვდა. ამერიკაში კი კინოსტუდიაშიც მიგიწვიეს. რეჟისორმა მითხრა წადი გრიმი გაიკეთე, კომიკური უნდა იყოთო. არ იცოდი როგორი გრიმი გაგეკეთებინა, უცებ გადაწყვიტე. რომ ჩაეცვა ფარტყუნა შარვალი. წელზე შემოჭერილი მოკლე ქურთუკიც ჩაგეცვა. დიდი ფარტყუნა ფეხსაცმელები წამომეცვა ფეხზე. ხელში კი ჯოხი დაგიჭერია. ჩარლი რო ცოტა დიდი გამოჩენილიყო, უღოშებიც კი მიიწება. არ იცოდი როგორი ხასიათის იყო შენი გმირი. ჩათმულობამ და გრიმმა თავად მიკარნახეს ვინც ვიყავი. ჩარლი რომ გამოვიდა, უცებ დავინახე საწყალი მაწანწალა. მე ჯილტანი მომეჩვენა. მე პოეტი და მიუცნები. ეული ადამიანი, რომელიც მუდამ რომანტიკულ სიყვარულსა და თავგადასავლებს მოელოდა. თავიდან თქვი. ეული ადამიანი, რომელიც მუდამ რომანტიკულ სიყვარულსა და თავგადასავლებს მოელოდა. იგი ცდილობდა დაგარწმუნოთ, რომ მეცნიერია, ან მუსიკოსი, ან პოეტი, ან ჰერცოგი. ჰერცოგი თავიდან. ან ჰერცოგი. თავიდან კიდევ. ან ჰერცოგი.
ჩემი პერსონაჟი ყველას ძალიან მოეწონა. რაღაც ახალი იყო. ჩარიმ დაიწყო კინოს გადაღება. დავიწყეთ და დავიწყეთ.